აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება, გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია თვის ბოლოსთვის სრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ბორდიურების მოწესრიგების პარალელურად საკურორტო ქალაქში საქართველოს მასშტაბით პირველად კეთდება პიგმენტირებული ასფალტის ველობილიკი. ნოვაცია, რომელიც საქართველოში წინერგება და პირველად ქობულეთში გამოჩნდა. პიგმენტირებული ასფალტით დაგებული ველობილიკი გამძლეა და ექსპლუატაციის ვადა განუსაზღვრელი აქვს. ჯერჯერობით ქვეყანაში მას ანალოგი არა აქვს. თავად საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე კი 11 სანტიმეტრის სისქის ასფალტი იგება. მსოფლიოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს დამკვეთების საერთაშორისო სტანდარტებისას უწოდებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენეთ უახლესი ტექნოლოგიები, შევისწავლეთ სხვა დანარჩენი მსოფლიოს გამოცდილებას საკურორტო და რეკრეაციულ ზონებში გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიების თაობაზე. მინდა გამოვაცხადოთ ამამად, რომ ეს არის სრული პასუხისმგებლობით საერთაშორისო სტანდარტების ევროპული მოდერნიზაციის პროექტი და გამოყენებულია ყველა ის ნოვაცია, რომელიც აი ამ მშენებლობაში შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. სამუშაოების მიმდინარეობით დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაინტერესდა. რამაზ ნიკოლაიშვილი სამინისტროს მიერ ამ პროექტზე გამოყენებულ ყველა ნოვაციას იწონებს და აცხადებს, რომ ამიერიდან საქართველოში ყველა გზა მსგავსი სტანდარტებით იქნება რეაბილიტირებული. ყველა პროდუქტი საბოლოო ჯამში არის წარმოებული აქ ადგილზე, ბორდურებსაც გულისხმობ და რაც ყველაზე მთავარია, პირველად ჩვენ გამოვიყენეთ წითელი ასფალტი. ეს არის ასფალტი, რომელიც დაიგება იმ 5 კილომეტრი 800 ველობილიკისთვის, რომელიც თავიდან ბოლომდე ამ გზას გაყვება. აი ამ გზაზე არის დასაქმებული 200 კაცი. ყველა ადამიანი არის სულ ყველა თავიდან ბოლომდე არის ადგილობრივი და დარწმუნებული ვარ, რომ იმას შემდეგ რაც დასრულდება და ეს მოხდება დაახლოებით ამ თვის ბოლოს. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქუჩას მივიღებ საქართველოში. ქალაქ ქობულეთის აღმაშენებლის ქუჩის თითქმის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ამავე ქუჩის გაგრძელების რეკონსტრუქცია, რომლის განხორციელებას საქართველოს მთავრობა უკვე მომავალი წლიდან გეგმავს.